რომ დავბრუნდეთ საქართველოს თემას, აქ სიტუაცია დაძაბულია ასევე შეერთებულ შტატებთან. მიუხედავად პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის გაეროს ასამბლეაში გაკეთებულ განცხადებებისა, ქართული მხარე აგრძელებს შეერთებულ შტატებს დაბრალება ეგრეთ წოდებული რადიკალური ძალების დაფინანსებაში. სხვათა შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი უწყებაში დაიბარეს. ზუსტად მიზეზი გახდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ ბრალდებები ტალიანდიდან რევოლუციის დაფინანსების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რომელიც ნეტგაზეტმა გაავრცელა, ქართულმა მაღალჩინოსებმა განმარტების ძებნის ნაცვლად ამჯობინეს მედიით გავრცელებული მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება. უწყების შეფასებით, ამ ბრალდებებით არასწორად იქნა წარმოჩენილი შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლობისთვის განხორციელებული რუტინული ფინანსური გადარიცხვები, რამაც შეერთებული შტატების საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლობის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შექმნა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღით ადრე პროსახელისუფლებო ტელეკომპანია იმედმა მოამზადა სიუჟეტი, რომ გაშიფრეს არხები, რომლითაც საქართველოში რევოლუციური მიზნების ფინანსდება. აღნიშნულია, რომ ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი საელჩოს ანტიჩინური მიზნებისთვის გამოყოფილი თანხები სინამდვილეში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებსა და რევოლუციურ მიზნებს ხმარდება. ამ ბრალდებებზე შეერთებული შტატების საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ თეთრი სახლის სპიკერის შეფასება ქართული ოცნების მიმართ უცვლელია და ვაშინგტონმა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგომაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, თუ მას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს.